სასწორებისთვის 2025 წელი მნიშვნელოვანი წელი იქნება თქვენთვისაც, როგორც თავისი დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. პლუტონის ტრანზიტი თქვენს ნიშანს მისცემს ძალიან ბევრ შესაძლებლობებს, საინტერესო, სასიყვარულო ურთიერთობებში, ინტენსიურ ურთიერთობებში შეიძლება ჩაერთოთ, ზოგთან გათამაშდეს აქ ორსულობის თემები, შვილის შეძენა, ახალი მეგობრების შეძენა და გასვლა საზოგადოებაში, თავის დამკვიდრება. უარყოფითი კუთხით აქ შესაძლებელია პირიქით ურთიერთობების ჩამოშლა, ფინანსური როგორც ზრდა, ასევე შესაძლებელია დანაკარგებით. ზოგთან კი შეიძლება გათამაშდეს გამოჩენა, თავის დამკვიდრება და უფრო თვალსაჩინო გახდეს საზოგადოებისთვის. ზოგთან კი გათამაშდეს აქ ქორწინების თემები. ხოლო მარტში ნეპტუნისა და მაისში სატურნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც წლები დარჩებიან თქვენს პოზიციურ ნიშნაში, აქ სირთულეებს შემოიტანს პარტნიორულ ურთიერთობაში. ნეპტუნს აქ შესაძლებელია შემოიტანოს ქაოსურობა, რომელიც ადამიანი შეიძლება მთლიანად მოიცვას, შესაძლოა შექმნას ასევე მორალური პრობლემები, გაურკვევლობა სასიყვარულო ურთიერთობაში, ქორწინებაში, შესაძლოა ფარული ურთიერთობები წამოწიოს ამან. ზოგთან მეუღლესთან კონტაქტის დაკარგვა ან ტყუილების ალბათობები. უკეთეს ვარიანტი აქ შესაძლებელია ადამიანმა გაიცნოს ნეპტუნის ტიპის ადამიანი, როგორც არის ფსიქოლოგი, ექიმი, ხელოვანი, შემოქმედებითი ადამიანი ან უცხოელი პარტნიორი. ხოლო სატურნის გადასვლას პარტნიორისგან შესაძლებელია წამოვიდეს სიცივე, მოკლედ ეს ორი პლანეტა პარტნიორულ ურთიერთობაში ცოტა გაართულებს სიტუაციებს, ქორწინების თემებს. აქ ზოგთან შეიძლება პირიქით ქორწინების კუთხით ვალდებულებები აიღოს საკუთარ თავზე ადამიანმა. ზოგიერთი შესაძლოა თავიზე უფროს ადამიანზე დაქორწინდეს. დაბნელებები მარტი-სექტემბრის აქ თქვენ სამსახურეობრივ, თქვენს ყოველდღიურ, თქვენს საყოფა ცხოვრებო ჯანმრთელობის საკითხებს შეეხება, შესაძლოა იყოს სამსახურის შეცვლა ან თქვენი ყოველდღიურობის შეცვლა, ზოგთან გათამაშდეს ჯანმრთელობის საკითხები, ძალიან კარგი იქნება ამ პერიოდში თუ დაუთმობთ თქვენ თავს ყურადღებას ჯანმრთელობის კუთხით, მაგალითად ვარჯიში, სწორი კვება, ასევე იოგა ძალიან კარგი იქნება ამ პერიოდში, რადგან ამ დაბრკოლებებს თავი დააღწიოთ. მარტის ბოლოს რეტროვენერას გადასვლა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ისევ და ისევ თქვენს პარტნიორულ საკითხებს შეეხება, პრობლემური პარტნიორული საკითხები, რომელიც ვერ გაგირკვევიათ, შესაძლებელია ამის გამოსწორების თემები იყოს, ან ზოგთან შესაძლებელია პირიქით პრობლემური საკითხები წამოწიოს. აქ გაართულებს სიტუაციას რეტროვენერა, ძველ საკითხებთან მოგიწევთ აუცილებლად დაპირისპირება, თვალის გასწორება, მაგრამ აქ ეცადეთ ყველა ვარიანტში ხელისშემშლელ ფაქტორებს აარიდოთ თავი, იმ სირთულეებს, რომელიც თქვენთან არსებობს. კარგია თუ ამ პერიოდში დაასრულებთ ტოქსიკურ ურთიერთობას და განთავისუფლდებით იმ პრობლემებისაგან, რაცაც რეტროვენერა შემოიტანს თქვენ. ლილითის გადასვლა მორიელის ნიშანში კი თქვენს ფინანსურ საკითხებს შეეხება. აქ შესაძლებელია იყოს ტყუილების ალბათობები ან ფინანსური დანაკარგები, არ აყვეთ აქ ცდუნებას და თაღლითობის მსხვერპლი, ნუ გახდებით ამ პერიოდში. გაანალიზეთ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ერთ ხელს, რა ოპერაციები უნდა ჩატარდეს, თუნდაც ფინანსური კუთხით, ეცადეთ სწორი გათვლები იყოს ამ პერიოდში. ასევე შესაძლებელია აქ იყოს თქვენი პრიორიტეტები და სურვილებში არასტანდარტულობა, ზოგთან შესაძლოა აქ მოიტანოს დანახარჯები ოპერაციის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ ეს პერიოდი კარგია ამისთვის თუ გააცნობიერებთ რა გინდათ და როგორ უნდა გადაანაწილოთ თქვენი დრო, თქვენი სურვილები, თქვენი პრიორიტეტები და თქვენი ფინანსური საკითხები. მოკლედ ურთიერთობასაც აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ. ივნისიდან იუპიტერის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, აქ გამორჩეულად შესაძლებელია წარმატებული პერიოდი იყოს იმ კუთხით, რომ აქ სტატუსის შეცვლა, ზოგიერთთან შესაძლებელია თანამდებობის თემები იყოს აქტუალური, ან იმ მიზანს მიაღწიეთ, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით მასზე. მოკლედ ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისთვის
თვის კარგი პერიოდი იქნება. შესაძლოა მოიტანოს ასევე ცნობადობა. ნეგატიურ გამოვლინებაში შესაძლებელია იყოს ავტორიტეტის შელახვა, რაღაცის გაზვიადება, არარეალური მიზნების დასახვა. ივლისიდან ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში აქ შეცვლის თქვენს მსოფლ მხედველობას, თქვენი იდეები, იდეოლოგია, რწმენა შესაძლებელია შეიცვალოს. ზოგი მაგალითად წავიდეს ემიგრაციაში ან უბრალოდ მოგზაურობა მოუნდეს. ეს პერიოდი შეგიცვლით წარმოდგენებს და შეხედულებებს. ნეგატიური კუთხით შეიძლება იყოს აქ რადიკალურობა, ავტორიტეტის შელახვა, ზოგთან შესაძლოა წამოწიოს კანონთან, ავტორიტეტ ხალხთან პრობლემური საკითხები, მოკლედ სასწორებს გეკნებათ როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით სამუშაო ეს წელი, მაგრამ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობას. თვის პლუტონის ტრანზიტი წამოწევს გაურკვეველ პრობლემებს, ძალიან დიდ ცვლილებებს, სახლის მშობლების, ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებთან შესაძლებელია შეეხოს უძრავ ქონებას. გაურთხილდით განსაკუთრებით პირველ დეკადაში დაბადებულები, ასევე ჯანმრთელობასაც. აქ ჯანმრთელობის კუთხით შესაძლებელია იყოს სერიოზული პრობლემები და აუცილებლად მიაქციეთ ამას ყურადღება. მარტის ბოლოდან ნეპტუნისა და მაისიდან სატურნის გადასვლა ვერჯი მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ყოველდღიურ საკითხებს. აქ დეზორიენტაცია შესაძლებელია შემოიტანოს არასასიამოვნო ცვლილებები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრობლემური შეიძლება გახადოს აქ სამუშაო საკითხები, ორიენტირებული გახდეთ მაგალითად მუშაობაზე, მეტი პრაგმატულობით უნდა მიუდგეთ ამ პერიოდში ამ საკითხებს, განსაკუთრებით სამსახურში. ზოგთან პირიქით აქ შესაძლოა იყოს ცვლილებები სამსახურში ან ბევრი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე. აუცილებლად ჯანმრთელობას ამ პერიოდში აქ შესაძლებელია იყოს გაურკვეველი დიაგნოსტიკის მაღალი ალბათობები. partnerები მარტი-სექტემბრის პერიოდები აქ თქვენთან ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს გაათამაშებს, შვილების თემა შესაძლებელია ზოგადად შეგეძინოთ პატარა, ვით ან შეიძინოთ საინტერესო მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი იდეების განხორციელებაში, ვინც შემოქმედებითი თემებით ხართ დაინტერესებული, აქ ძალიან კარგია გამოავლინოთ საუკეთესო თქვენი თავი, ზოგთან გათამაშდეს, აქ შეიძლება ქორწინებაც, ფინანსურ საკითხებთანაც შესაძლებელია ზოგმა დაალაგოს თავისი პრობლემური საკითხები. ლილითის გადასვლა თქვენს ნიშანში ამ პერიოდში განსაკუთრებით სურვილი შეიძლება გაჩნდეს საუკეთესოდ გამოავლინოთ საკუთარი თავი. ზედმეტად თავდაჯერებულობა შეიძლება შეგმატოთ ამან. შესაძლოა წამოწიოს გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ თავზე, ზოგთან მანიპულაციის თემები, სხვებზე გავლენის მოხდენა მაგალითად. ან შესაძლოა ზოგთან ფიზიკური ნაკლით დააფიქსიროს, როგორიც არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამიტომ აქაც ეცადეთ ლილიტი აუცილებლად გააცნობიერეთ თქვენთან. ხოლო ვისაც ლილიტის მოbrunება გაქვთ, აუცილებლად ისევ და ისევ ეს გეუბნებათ გაცნობიერებაზე იმ საკითხების, რომელიც თქვენთან კარმულია და არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რეალიზაციაში მოიყვანოთ ის თემები, თქვენთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ივნისიდან იუპიტერის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, აქ ძალიან კარგ შესაძლებლობებს მოგცემს. გაიმაღლოთ თქვენი ავტორიტეტულობა, ზოგს მოუნდება სხვა კულტურის გაცნობა, აქ დაინტერესება ზოგიერთი ემიგრაციით. ზოგი პირიქით შეიძლება დაბრუნდეს ამ პერიოდში თავის სამშობლოში, მოკლედ სწავლის, მოგზაურობის, თვალსაწიერის გასაფართოვებლად იდეალური პერიოდია თქვენთვის მორიელებო. ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, აქ შესაძლებელია მოხდეს მოულოდნელი პარტნიორის ფინანსური მდგომარეობის შეცვლა, ფინანსური ცვლილებები, მემკვიდრეობის მოულოდნელი მიღება პარტნიორისგან. ანა პირიქით აქ შეიძლება მოიტანოთ რაღაცა დანაკარგები, ინტიმურ საკითხებში კი მოულოდნელი განახლება ან რაღაცა ცვლილებები. მოკლედ ძალიან დატვირთული წელი გექნებათ მორიელებო, როგორც თავისი დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით. ძლიერი ნიშანი ხართ და აუცილებლად უნდა შეძლოთ თქვენი დაბრკოლებების გადალახვა. წარმატებები მინდა ყველას გისურვებთ. შულდოსნებისთვის კი 2025 წელი მერწყულში მოძრავი
პლუტონი კარგ შანსებს მოგცემთ კომუნიკაციაში, თავდაჯერებულობას ურთიერთობებში, ახალი საქმის განხორციელებაში შეგიწყობთ ხელს. ზოგს შესაძლებელია მოუნდეს სწავლის განახლება ან ახალი სწავლის დაწყება. ზოგთან შემოვლენ ახალი მეგობრები, ზოგმა კი შესაძლებელია საცხოვრებელი შეიცვალოს. მარტის ბოლოს ნეპტუნისა და მაისიდან სატურნის გადასვლა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შესაძლებლობებს გაზრდის თქვენთან ძალიან კარგად. შესაძლოა ამ პერიოდში იპოვოთ ჭეშმარიტად დაამაღლებული სიყვარული, ზოგი დაინტერესდეს ბავშვების დახმარებით, უამრავი ჰობით შესაძლებელია დაინტერესდეთ. ვინც ხელოვნებით, შემოქმედებით თემებით ხართ დაინტერესებული, ძალიან კარგი შანსები გეძლევათ ჩაერთოთ საინტერესო პროექტებში. უარყოფითი კუთხით აქ შესაძლოა მოიტანოს ქაოტური სიყვარული, უიღბლო თამაშები, თამაშზე დამოკიდებულება, სიზარმაცე, დასვენებისთვის კარგი პერიოდი იქნება. ზოგთან შესაძლებელია ჰობი გადაიზარდოს პროფესიაში. მძიმე ვალდებულებები შესაძლებელია ასევე იყოს შვილებთან დაკავშირებით. დაბნელებები მარტი-სექტემბრის აქ შეეხება თქვენს ოჯახს. ოჯახთან დაკავშირებულ პრობლემებს, ვალდებულებებს მშობლებთან დაკავშირებით, შვილებთან დაკავშირებით. ზოგთან აქ შეიძლება გაათამაშოს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები. მოკლედ ოჯახის საკითხები იქნება ძალიან აქტუალური თქვენთან, აქ დიდი ენერგიის ჩადება მოგიწევთ ამ პერიოდში და ეს აუცილებლად ყურადღება მისაქცევი იქნება. მარტის ბოლოს რეტრო ვენერა თქვენ სასიყვარულო ურთიერთობებს შეეხება. აქ შესაძლებელია მოუბრუნდნენ ძველი სასიყვარულო ურთიერთობიდან ადამიანები, ან შეიძლება მოხდეს გადამოწმება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის. ზოგმა აპატიოთ კიდევაც თქვენს პარტნიორს, ეს რამდენად კარგი იქნება, ეს უკვე თქვენს ურთიერთობებზე იქნება დამოკიდებული. ლილიტი მორიელში კი აქ შეიძლება შეეხოს თქვენ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, დაძაბო სიტუაციები, ამოყრის თქვენს ქვეცნობიერ საკითხებს. აქ შეიძლება იყოს ფობიები, შიშები, სტრესული სიტუაციები, მაგრამ აქ ეცადეთ იმას, რომ ამ პერიოდში გააცნობიეროთ თქვენთვის საუკეთესო სიტუაციები, რაც იქნება. ეცადეთ ამ პერიოდში აუცილებლად გამოხვიდეს ტოქსიკური ურთიერთობიდან. აქ შეიძლება იყოს რაღაცა საიდუმლო დაფარული ინფორმაციები, რომელიც ამოტივტივდეს და ამასთან აუცილებლად ფრთხილად იყავით. ივნისიდან იუპიტერის გადასვლა კიჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, აქ გამართლება შეიძლება მოიტანოს ექსტრემალურ სიტუაციებში. შესაძლებელია აქ მიიღოთ მემკვიდრეობის თემები, ბიზნეს საკითხებში გამართლების თემები, კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები. კარგი პერიოდია ამ პერიოდში დააგროვოთ რესურსები. ან შემოვიდეს თქვენთან ფინანსური ძლიერი პარტნიორი, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების გაუმჯობესებაში. ივლისიდან ურანის გადასვლა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, აქ შესაძლებელია მოიტანოს ცვლილებები პარტნიორულ ურთიერთობაში, ან შესაძლებელია სხვა ეტაპზე გადასვლა გამოიწვიოს, ან ზოგს მოუნდეს განთავისუფლება პარტნიორული ვალდებულებისაგან. უარყოფითი კუთხით აქ შესაძლებელია ადამიანი ჩაერთოს სასამართლოებრივ პროცესებში. ფრთხილად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ პერიოდებში. სიახლეების პერიოდია თქვენთან შულდოსნებო, ძალიან საინტერესო და გამოიყენეთ აუცილებლად. თავარია იაქტიუროთ და ეს წელი თქვენთან სასიკეთოდ გამოიყენოთ. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ.